გახლით მე მგონი. გამარჯობა. მე ხლა სალომე და ჩემი ბავშვებთან ერთად ვსვამ, რომლებიც იწყებენ ლათინური ცეკვის ცეკვას. რომელიც პედაგოგიც არის ლელო ჩქარეული, უკვე ყველასთვის ცნობილი მოცეკვავე. ხედავთ მას ჩვენს წინ. და ჩემთან ერთად ცეკვავენ ასევე პედაგოგებიც. ბავშვების, ჩემს გვერდზე იმყოფება მსახიობობის, ოსტატობის და მეტყველების პედაგოგი რუსუდან ბოლქვაძე. გამარჯობა. გამარჯობათ. თქვენ ასწავლეთ ბავშვებს მეტყველება და სამსახიობო ოსტატობას, ხო მოიცეთ ეს? დიახ, ჩვენ ბავშვებთან ერთად სწავლობთ პირველ რიგში სწორ მეტყველებას. იმიტომ რომ ეს ახლა მთელი თაობის პრობლემაა ზოგადად და ყველა ჩივის და შევეცდებით კიდევ რომ აი ამ სამსახიობო ხელოვნების ელემენტები, ყურადღების მოკრეფა, წარმოსახვა, ესეთი სავარჯიშოები არის ძალიან სახალისო და ჩვენ თამაშობთ ერთად და ძალიან კარგ დროს ვატარებთ. ამ თამაშით პატარა სპექტაკლსაც ვაპირებთ ერთად ძალიან ხალისო. თუ ძალიან საყვარელი ბავშვები არიან, არ მეგონა თუ ესე დავმეგობრდება. ეხლა გადავალ კითხვით ლელოსთან. არ შეუშლი ბავშვებს. ლელო გამარჯობა, ლელო ჩქარეული ლათინური ცეკვის ქორეოგრაფი. ლელო, თქვენ ასწავლეთ ლათინურ ცეკვას ბავშვებს. რთულია თუ არა ზოგადად ბავშვებთან მუშაობა ლათინურ ცეკვაზე და საერთოდ რას მოიცავს თქვენი პროგრამა? ესე იგი ჩვენ დღეს ძალიან ენერგიულად დაგვეწყო დღევანდელი დილა. ბავშვებთან მუშაობა, ისეთი კაი ბავშვები არიან, ესენი რომ რთული საერთოდ არ არის, იმიტომ რომ ცეკვის დროს ზოგადად გამოიმუშავება ძალიან ბევრი დადებითი ემოცია და მოძრაობაში, მუსიკაში ეს ყოველთვის არის სასიამოვნო. ჩვენ ორი ჯგუფი ყავს, ანუ პატარების ჯგუფი ყავს და დიდების ჯგუფი ყავს. პატარებთან სხვა დატვირთვა არის, სხვა მუშაობა არის, დიდებთან უფრო სხვა რამეზე კეთება უფრო აქცენტი. ცეკვებია ძალიან კარგი არის ზოგადად კოორდინაციისთვის, რითმიკისთვის, სწორი განვითარება ხდება კუნთის და შემდგომ უკვე სხეული ყალიბდება უფრო სხვანაირი, უფრო ლამაზი და უფრო კარგი. და ბავშვებისთვის ძალიან კარგია და ძალიან კარგია, როდესაც მშობელს მოყავს ბავშვობიდან თავი შვილი ცეკვაზე და მე უკვე აჩვევს მანერას, რითმიკას, მუსიკალურობას, ეს ყველაფრისთვის კარგი არის ძალიან. ასევე ჩვენს სტუდიაში არის მოყვარულების ჯგუფი, ამიტომ შენ შეგიძლია მოხვიდე ჩვენთან. საფა. შენ შეგიძლია მოხვიდე მოყვარულებსაც შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენთან. იცეკოთ, დაიმუხტოთ კარგი ხასიათით და იყოთ ჯანმრთელები, მხიარებია, ლაღები და ასწავლი ბავშვებს ვოკალს. კი, ჩვენ ახლა დავიწყეთ მეცადინეობა. მთავარი რა არის, ბავშვებს უნდა უყვარდეთ სიმღერა, აუცილებლად, იმიტომ რომ აი ის ემოცია, რაც გულში აქვს, რაც მათ ცეკვის გარემოში დაბეჭდილებას ახდენს, მათზე ეს უნდა გამოხატონ და არიან მონდომებულები ძალიან, თვალებში გიყურებენ, ძალიან უნდათ რომ აყვნენ და ჩაერთონ და ყველამ თავისთავი გამოაჩინოს და ჩვეულებრივი ერთ-ერთი კომპონენტია ჩართული ამაში, რომელიც ბავშვების აი განვითარებას, მრავალფერ განვითარებას ხელს უწყობს. თათო გიორგაძე, ხელოვნება ცოდნეობის პედაგოგი. მე ესენი არიან ჩემი პატარა ანგელოზები, რომლებსაც ვცდილობ გავაცნო ხელოვნების ყველა დარგი. მეტნაკლებად, ამდენადაც ასაკობრივად შესაძლებელია, რომ თუნდაც ეზიარონ მხატვრობას, ეზიარონ ძერწვას, იქ ხელნაკეთ ნივთებს ვაკეთებთ ხოლმე, რა დღესასწაულებთან დაკავშირებით ხატავენ პატარა, შენ გააკეთე, შენ დახატე? მართლა? რა არის? წითელ ხუდა მგელი, ეს რა არის ხარები? ძირითადად პროგრამაში გვაქვს კლასიკური ქართული ცეკვები, მაგრამ ეხლა შევეჭიდეთ ლაზურს, რატომ ხარ? ეხლა და იცეკვებიან ლაზურს, ხომ და ესე დავამთავრებთ ჩვენს ხიარულ ჩართვას პატარა ანგელოზებთან ერთად. უღრმესი მადლობა. ჩვენ ახლა ვიმყოფებთ ჯერ სტუდიოში, რომელიც არის პატარა გოგონების, 6 წლიდან გოგონების, 16 წლამდე გოგონებისთვის, ასევე აქვს სამოყვარულო ჯგუფებიც. ეს Angel სტუდიო იმყოფება იოსელეის 37 ნომერში. ეხლა ვთხოვ ოპერატორს, რომ აჩვენოს ბავშვები როგორ ასრულებენ საკმაოდ რთულ ლაზურ ცეკვას. მე კი დავემშვიდობები ჩვენს მაყურებელს და ვუტოვებ ამ პატარა ანგელოზების ცეკვას. Angel Studios, რადგან დღეს გვიმასპინძლეთ, მე კი
თქვენ სალომე და ჩელი და ასევე ჩვენს მაყურებელს დავემშვიდობები.